სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიანი კულტურულ საგანმანათლებლო ტრენინგი. მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ქალებს შეხვდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. ხაზი გაუსვა მათი განხორციელების პროცესში ქალების აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გაზაფხულის დღესასწაულებს ტრადიციულად ქალთა მხარდამჭერი ინიციატივებით ვეხმიანებით, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა ეთნოსის და პროფესიის ქალბატონების თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა და მათი როლის გაძლიერება. ამ კუთხით სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა საკმაოდ საინტერესო და ეფექტურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან შესაძლებლობა აქვთ მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია და იმსჯელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე. გაეცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს, აიმაღლონ ცნობიერება ქალთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების თაობაზე. ასევე უკეთ გაიცნონ ერთმანეთის ტრადიციები და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეძლონ ჩვენი მრავალ ეთნიკური საზოგადოების ინტეგრაციის და კულტურათა შორისი დიალოგის განმტკიცების პროცესში. ტრენინგის განმავლობაში რაზედაც ამახვილებს ყურადღებას პირდაპირ კავშირშია ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასთან. აქ დასწრებამ და ამ ტრენინგზე მონაწილეობის მიღებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩვენს დიდ როლზე ამ კონკრეტულ პროცესში. მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და იმ მშვიდობიან ინტეგრირებულ მომავალზე, რასაც ერთად ვაშენებთ ქვემო ქართლში და მთლიანი საქართველოს მასშტაბით. სხვადასხვა უწყობების წარმომადგენლებთან გვაქვს შეხვედრები. ამ შეხვედრების მეშვეობით ვიღებთ სრულ და ზუსტ ინფორმაციას მათთან. ეს თუნდაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებული პროგრამების და კიდევ ინტეგრაციის პროგრამების შესახებ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და პროგრამები და მინდა რომ სამომავლოდ დაიგეგმობა ასეთი ღონისძიებები.